პრეზიდენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს. პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციირება, რომელსაც დეპუტატთა 50%-ზე მეტმა მოაწერა ხელი, უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია კომისიის პოზიციაც. პარლამენტში მართულ კოალიციაში შემავალი 91 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებები დაგეგმილია საარჩევნო ზღვარის 5%-დან 4%-მდე შემცირება. ცვლილებებით მას პარლამენტი მიიღებს 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა ამოქმედდეს. მე მინდა საზოგადოებას განვმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და შესაბამისად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მივმართოთ ხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ამ ცვლილებებთან, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით დააფიქსიროს თავის პოზიცია. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენში კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით.